წარმოიდგინეთ დღე, როცა იგებ, რომ სოფლიოში მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა. დღე, როცა ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობის უმაღლეს დონეს აცხადებს. თავრობები იშლება, კაცობრიობის უმრავლესობა ინფიცირდება ან მოსიარულე მკვდრად იქცევა. სამყაროში კი სრული ანარქია ისადგურებს. სწორედ მაშინ აღმოჩნდები მთავარი და ერთადერთი კითხვის წინაშე. როგორ გადარჩა? კითხვაზე პასუხს კი ამ ვიდეოში იპოვე. გამარჯობა, მე ომარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში თუ აპოკალიფსი ნამდვილად განვითარდა. როგორ უნდა დააკომპლექტოთ თქვენი აპოკალიფსის სეტი, რომელიც შემდეგ დაგეხმარებათ გადარჩენაში, როგორი სტრატეგიით შეარჩიოთ საბანაკი ადგილი და მოაწყოთ ის, როგორ დაანთოთ ცეცხლი და მოამზადოთ საჭმელი და როგორ გაატაროთ ღამე ტყეში. ან მთაში, სადაც იქნები. ახლა კი მინდა განვიხილოთ ჩვენი პირველი საკითხი, რომელიც არის აპოკალიფსის სეტის დაკომპლექტება. მეგობრებო, თუ მოხდა ეგეთ სასწაულად აპოკალიფსი ნამდვილად დაიწყო, ეს არის სეტი, რომელიც შემიძლია გირჩიოთ აპოკალიფსის შემთხვევაში. საკმაოდ ისეთი პრაქტიკული რაღაცებია, დიდ წონასაც არ იჭერს, დიდი ადგილიც არ მიაქვს და თითქმის ყველაფერია, რაც თქვენ შემდეგ გადარჩენისთვის დაგჭირდება. ნუ აქედან დავიწყებ, რა თქმა უნდა, ტანსაცველიც უნდა გქონდეს ჩანთაში, მინიმუმ ერთი ხელი. ეს არის ხერხი, რომელსაც შეში შეგროვებას მოჭრა შეძლებ. ასევე მაქვს ესეთი პატარა ხერხი, ესეც საკმაოდ პრაქტიკულია. აქვე გვაქვს დანები, 3 დანა, 2 გარეთ სამუშაოდ და 1 შიგნით სამზარეულოსთვის, საჭმლის მოსამზადებლად. ესეთი პრაქტიკული ნიჩაბი გვაქვს სხვათა შორის. გაშლით ესე იშლება, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნიჩაბი, ასევე წერაქვი და ნუ თუ საჭირო გახდება, ამით ბრძოლაც შეგიძლიათ. ასევე აქ მაქვს ცეცხლის დასანთების სეტი, სადაც არის ვაზელინი, ბამბა და კაჟი, რომელთაც ცეცხლს ვანთებ. ასევე გვაქვს ესეთი საშუალება, რომელთაც შეგიძლიათ გააკეთოთ სამფეხი ხეებისგან. გვაქვს გაზი, ესეთი ჭურჭელი უნდა გქონდეთ აუცილებლად, სადაც არის ტაფა, ქვაბი და შიგნით არის უკვე ჩაიდანი. ხის ჭურჭელი უნდა გქონდეთ აუცილებლად, რადგან არ დაგეჟანგოთ და არ გაგიტყდეთ, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი მსხვერპლია, იზანგება და იღუნება და ეს უფრო გაგიძლებთ. ესეც სუნელების სათავსოები, რომლებიც საკმაოდ პრაქტიკულია და ბევრი რაღაცის წაღება შეგიძლიათ. ხელთათმანი უნდა გქონდეთ გარესავის სამუშაოსთვის. ეს არის საქარე გაზისთვის, რომელიც ქარში ძალიან პრაქტიკულია და ამის გარეშე ცეცხლის დანთებას ვერ შეძლებ. ასევე ჭიქა, ესეთი ნათურები უნდა წაიღოთ, შემდეგ კარავში გამოიყენებთ ამას. ღამე თავის ნათურებიც მინიმუმ 2 ცალი მაინც უნდა გქონდეთ, რომ დაზღვეული იყოთ, ერთი რომ დაждდეს, მეორეს გამოიყენებ. ეს არის ჰამაკი, რომელიც გზაზე გადაადგილების დროს თუ დაიკლებით, შეგიძლიათ მარტივად გაშალოთ და დაისვენოთ. რაც აუცილებელია პირველადი დახმარების ჩანთ, powerbank-ი, რომელიც არის 80,000-იანი. რა თქმა უნდა, თუ ეს powerbank-ი გექნებათ, ამასთან ერთად ზის პანელიც უნდა გქონდეთ, რომლითაც ამას დატენით. წყლისმათ არა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ნაკადულის წყლებით გავავსებთ. ესეთი ტენტი, გადასაფარებელი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ გაშალოთ უამინდობის დროს. საძილეტომ არა აუცილებლად და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი კარავი. ესეც სეტი, რომელიც აპოკალიფსისთვის არის გათვლილი. თქვენ შეგიძლიათ ამას რაღაცეები დაამატოთ ან რაღაცეები ამოაკლოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ წონას აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო ჩატე გექნებათ ბარგი, უფრო მარტივად შეძლებთ სხვადასხვა საფრთხისგან გაქცევას, თავის გადარჩენას, განხილვას მოვჭით სეტის და ეხლა დრო გადავიდეთ ბანაკის გაშლაზე, ვიპოვოთ იდეალური ადგილი და გავშალოთ ბანაკი. იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად დაიწყება აპოკალიფსი და გადარჩევით, იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში საშიშია არა მარტო ის გამოწვევი მიზეზი, რის გამოც დაიწყო აპოკალიფსი, არამედ საშიში იქნება ასევე ის ხალხი, ვინც გადარჩება, რადგან უმრავლეს მათგანში გაიღვიძებს ის ცხოველური ინსტინქტები, რომელიც დაგაზარალებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენი ირგვლივ მყოფებს. ამიტომ ჯობია თუ არ იცნობთ საზოგადოებას, მოერიდოთ, ვიყოთ მარტო და შეძლოთ თავის გადარჩენა საკუთარი თავის დახმარებით. ეს ადგილი შევარჩიე, სტრატეგიას რაც შეეხება ადგილის შერჩევის, ეს არის უნდა იყოს მაქსიმალურად ნათელი ადგილი, რომ მხედველობის არ ეკონდეთ დიდი. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ როგორც აქამდე გითხარით, საშიში იქნება როგორც აპოკალიფსის გამოწვევი მიზეზი, ასევე ხალხი, რომელიც გადაურჩება აპოკალიფს. მხედველობის არეგი ექნება 4-ვე მხრიდან და თუ ვინმე რამეს გაბედავს, მოახლოებას ან რაღაცას, თქვენ წინასწარში ამჩნევთ და მალევე მოახდენთ ევაკუაციას. ამ ხეებს შორის ჯერ მინდა გავშალო ტენტი, სადღაც სამკუთხედი ფორმა იქმნება, ღამით წვიმას აპირებს და მაინც მიჩვენია რომ ტენტიც გქონდეს და ქვემოთ გავშლის შემდეგ კარავს.
სამწუხაროდ უკან ამ ტოტის იმედად დავრჩი რა. ამ ხემდე არ მივიდა ბოლომდე. ტენტი გავშალე. დიდია, მაგრამ არ აუშავს. აქ შემოუკეცე რა. აი იქ ახლა შვაში არავს დავდგამ და ეგ არ. არავი რა თქმა უნდა წყალგამძლე მიგა. ეს არის თავარი ნაწილი. ასე გამოიყურება ჩვენი ბანაკი. არც წვიმის გვეშინია, არც ქარის გვეშინია და არაფრის არ გვეშინია. მარტივადაც შეიძლება ამისი აშლა და დაკეცვა. და თემა ნომერი 2, რომელიც იყო სტრატეგიულად საბანაკე ადგილის პოვნა და ბანაკის გაშლა, შესრულებული. ახლა გადავარ შეშეგროვებაზე, ცეცხლის ზანთებაზე და შევუდგებით საჭმლის მომზადებას. წავედით. შორს წასვლა არც დაგჭირდა, აქვე არის ერთი გამხვარი, კარგი მოზრდილი ხე, ამას დავჭრით და დანარჩენს კიდე სხვა ადგილებიდან დავამატებ. ეს დღეები წვიმდა და შეშა შედარებით სველია და ეს ხმელი უფრო მშრალი ვიპოვე რა. ამასაც მივიტან ბანაკის ადგილას და დავიწყებ ცეცხლის ზანთებას. ცეცხლი რა თქმა უნდა კარვიდან მოშორებით უნდა დაანთოთ რა, რათა ხანძარი არ გაჩნდეს. ცეცხლის ზანთების საშუალებებს კიდე რაც შეეხება სანთებელას და ასანს და ეგეთ რაღაცებს ყოველთვის მაგნიუმის აი ეს ჯოხი ჯობია. ჯობი ესეთ შეფუთვაში გქონდეთ, რათა წვიმაში არ დაგისველდეთ. ვაზელინში ამოვარწოვთ, შემდეგ გადაზელთ ერთმანეთში და კარგი ხნის განმავლობაში იწვის რა. ცეცხლის დასანთებად საკმარისი. ესეც ასე, ბანაკი გვაქვს, ცეცხლიც დავანთეთ. ეხლა კი დრო გადავიდეთ საკვების მომზადებას. ნუ რაც შეეხება ეხლა აპოკალიფსის დროს საკვებს, რაღაცა ფუფუნების კერძებზე საუბარი რო ზედმეტია, მაგას ყველა მიხვდებით რა. თქვენი კვების რაციონი იქნება ის მაღაზიაში ბოლო დარჩენილი კონსერვი, ბურღულეული, ვერმიშელი, სპაგეტი, ბრინჯი და ეგეთ რაღაცები, რომელიც შედარებით დიდხანსლებს. და ასევე კვების რაციონში გექნებათ ის მონადირებული ხორცი, რასაც მოინადირებთ ბუნებაში რა, იმას ან შეწყობთ, ან მოხარშავთ. ეხლა დრო გადავიდეთ საკვების მომზადებაზე და ვნახოთ ჩვენ რა შეხვდა ჩვენი აპოკალიფსის დროს მაღაზიაში. ესეთი პატარა ვერმიშელი, საქონლის კონსერვი ერთი ცალი, შვრიის ფაფა, ფქვილი, რა თქმა უნდა პური აღარ იშოვება, საფუარიც და მოგვიწევს ფქვილისგან ცომი მოვზილოთ და შემდეგ გამოვაცხოთ პური. ესეც ჩვენი ცომი საკმაოდ კარგი გამოვიდა. თვარკერცად შეეხება გვექნება საქონლის კონსერვი ვერმიშელით, ჯერ მოვხარშავთ ვერმიშელს და შემდეგ საქონლის კონსერვს დავამატებთ. წყალი ადუღდა და დროა ვერმიშელი ჩავყაროთ. ვერმიშელი უკვე მოიხარშა, მზად არის და ეხლა უნდა შევუდგე ამის გახსნას. ora კაი სუნი ამოვიდა. ამას ეხლა რაც ვიცი რომ ყველაზე მეტად უხდება არის შავი პილპილი. მარილი აუცილებლად და ცოტა მეგრული აჯიკა შეგვიძლია დავუმატოთ. მაგარია ძალიან.
ერთი ცალი დონატიც გავაკეთოთ. აი თბილად დავალაგე, ეს საუკეთესო ნაჭერია და აი ჩვენი პურიც. თონის პურის გემო აქვს. ლადისათი გემრიელი არა, მაგრამ ისეთი გემო აქვს რა. აი ესეთია ჩვენი აპოკალიფსის კერძი. ამშია. მაგარია ძალიან. ძალიან მაგარი იყო რა. მთელი დღე შიმშილის შემდეგ დავნაყრდი. ეხლა დესერტს გავიმზადებ შვრიის ფაფას და უკვე თითქმის დაღამდა და დავიძინებ რა. ცეცხლი როცა არ არის, მარტო ნაკვეთ ხაზზე წყალს ადუღება უჭირს რა. დესერტს მივირთმევ და გადავინაცვლებ შემდეგ კარავში. დაღამდა უკვე თითქმის, კარავში გადავინაცვლებ, თანაცივ და ცეცხლიც ჩაქვდა. დამატებით აღარ დავამატებ. და ვნახოთ აბა ღამეს როგორ გავატარებთ. ისე ღამე ყოველთვის ჯობია რომ ბევრი განათებისგან ჯობია თავი შეიკავოთ და ცეცხლიც ჩამქრალი გქონდეთ, რადგან არ მოგაგნონ რა. კარავში გადმოვინაცვლეთ. დანა ყოველთვის თავთან ახლოს უნდა გქონდეთ. ესე სულო ყოველ დღე ესე მარტო იძინებდე და რაღაცა ძნელი ცუდი აპოკალიფსი. მაგრამ თავარია მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. ნახოთ როგორი ღამე გვექნება. ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოთ. ღამეში რამდენიმეჯერ მაინც უნდა გაიღვიძოთ და უნდა დაათვალიეროთ ტერიტორია. სიფხიზლეს თავი არ სკივა რა. აბა დილამდე. ღამის 3 საათია, შრიალმა გამაღვიძა, ზემოთ ტენტი რომ აქვს ისედება, კარვის საწვიმარს და მაგან გამაღვიძა. ამე მეგობრებო, იცოდეთ რომ ყველაფრის ხმა ძლიერდება. ფოთლის შრიალი, ფოთლის ჩამოვარდნა, თუ რა, ყველაფერი უფრო მეტად ის სადღაც უფრო ხუთჯერ მეტად ისმის და არ შეგეშინეთ. ზოგი შეიძლება ფეხის ხმა გეგონოთ, ზოგი ცხოველის მოპარვის, მაგრამ არ არის ეგრე რა. მაგისგან დაზღვეული რომ იყოთ, მაგიტო ყველაზე კარგი ვარიანტი არის ირგვლივ თქვენს ბანაკს შემოვარტყათ თოკები, პატარა თოკები და დაკიდოთ ზარები, რომლითაც მარტივად გაიგებთ გეპარებათ თუ არა ვინმე. დავიძინებ აბა, იმედია დამეძინება. ღამე რამდენჯერმე უნდა გაიღვიძო და მიმდებარე ტერიტორია უნდა დაათვალიერო. რო ფრთხილად იყო ყველაფრისგან რა. სიფრთხილეს ყოველთვის თავი არ სტკივა. ღვთისწყალობით მშვიდობიანი ღამე გვაქვს რა, არაფერი არ გვაწუხებს ისეთი და მალე უკვე გათენდება 5 საათია სადღაც და გარემოც დავათვალიერე ტერიტორიასაც შევხედე და არაფერი არ ხდება საერთოდ. შევალე ხაზს გავაგზელებ და დილით შევხვდებით. მორიგი აპოკალიფსური დილა გათენდა. სხვათა შორის როგორ გათენდება ეხა აპოკალიფსური დილა. დილას ხო ყველას გვიხარია ახალი დღის დაწყება, გათენება, მაინც რაღაცა იმედი გვაქვს რაღაცის, მაგრამ თავი რო წარმოვიდგინოთ აპოკალიფსში, რეალურად იღვიძებ იმის ფიქრით, საჭმელი როგორ მოიპოვო, დღე როგორ გაატარო ისე რომ გადარჩე და ძალიან ისეთი ის არის რა რთული. აქამდე მეც ვიფიქრია და ნეტა აპოკალიფსი ყოფილიყოს თქო მithkoms, მაგრამ ეხლა რო ვფიქრდები, რეალურად ძალიან რთულია რა, ძალიან ძნელია ასე ცხოვრება რა.
იმედია სწორად გადმოგეცით ჩემი სათქმელი 4-ვე თემა წარმატებით გავიარე, რაც შემეძლო ყველაფერი გასწავლეთ, სეტი მთლიანად განვიხილე. იმედია არასდროს არ დაგჭირდება, არასდროს არ დადგება აპოკალიფსი და არასდროს არ დაგჭირდება ეს სკილები იმისთვის, რომ მოვიპოვოთ საკვები, გადავრჩეთ და კიდევ სხვა ბევრი რამ, მაგრამ მაინც უნდა ვიცოდეთ და ყველაფერთვის მზად ვიყოთ. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით, მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია. არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.